მოგესალმებით, ტელეკომპანია ბორჯომის ეთერშია გადაცემა კვირის ქრონიკა. მე ნინო ჯიქურაშვილი ვარ. მიმდინარე კვირის განმავლობაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს დღეს გადაცემაში შევაჯამებთ. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვე რჩება. როგორია ვითარება 45 მაჟორიტარულ ოლქში დაიწყეს თუ არა მუშაობა პარტიულმა ოფისებმა და საარჩევნო შტაბებმა ბორჯომში და რომელმა პარტიებმა დაასახელეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. თემაზე ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა იმუშავა. ბორჯომის ასპინძის და ახალქალაქის 17 სოფლის გამაერთიანებელ ნომერ 45 მაჟორიტარულ ოლქში ოფიციალურად დეპუტატობის კანდიდატი მხოლოდ ნაციონალურმა მოძრაობამ დაასახელა. ტარიელ ლონდარიძე, რომელიც ამჟამად ასპინძის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატია, მანდატის მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება, ამჯერად გაერთიანებულ ოლქში. პირველში მოსახლეობას ვეთქვი იმას, რომ ჩვენ ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობასთან ერთად, რომელიც არის ძალიან ძიმე ეკონომიკურ კრიზისში, მოსახლეობა, რომელიც გაეცეს უმუშევრობას, დაუსაქმებლობას და ეძებს სამუშაო ადგილებს და სოფლის სრული სიყვარული მოსახლეობა შეშლის ზღვარზე. დევნილები, რომლებიც განიცდიან ყურადღებას და უპატრონობას მათ ბორჯომის რაიონში, დაახლოებით გუშინ ბევრთან შეხვედრაზე და ძალიან წუხად იმ ყურადღებით, რომელიც სოციალურ ხელისუფლება. ჩვენ კონკრეტული გეგმა და ამ ყველაფრის თავი და პრობლემა არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას. ეს არის გიძინავენიშვილი და ჩვენ მოსახლეობასთან ერთად ბიზნესის დავისწორებთ ხელისუფლების. მიდის სერიოზული განხილვა და ფიქრობ, რომ მოახლოეს პერიოდში პარტია მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ბორჯომის საზოგადოების ფიქრობ იქნება ძალზედ მისაღები. რა თქმა უნდა, ლეიბორისტული პარტია იქნება წარმოდგენილი საპარლამენტო არჩევნებზე. კენჭს იყრის ის, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ამ ხელისუფლებას, ვინც არ აძლევს მუქთახორა და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს აიხდინოს თავისი ოცნებები, ვინც დგას ბორჯომის ინტერესების და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე. პოლიტპარტიების მიერ ესე ვთქვათ შემოგდებული კანდიდატები, რომლებიც გვეყოლება ჩვენ არჩევნებზე, არის ხელისუფლებისგან და უშიშროებისგან მართული და მე ყველა ასეთ ფაქტს გავასაჯაროვებ და მოსახლეობას ვაუწყებ აუცილებლად. ბორჯომში ოფისი ამ დროისთვის 7 პარტიამ გახსნა. ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში ერთმანეთის მეზობლად მუშაობენ ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი. ბორჯომში მოქმედი ოფისები დღეს 2-დან 3 საათამდე შემოვიარეთ. ბურჯანაძის ოფისი დაკეტილი დაგვხდა. პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი მუშაობდა პატრიოტთა ალიანსში. საკუთარ საარჩევნო გეგმებზე საუბარი ჯერ არ ისურვეს. ბურჯანაძე დემოკრატების ყოფილ ოფისში განთავსდა პარტია პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისათვის. მათ მაჟორიტარობის კანდიდატი ჯერ არ შეურჩევიათ, მაგრამ კრიტერიუმები უკვე განსაზღვრეს. ვარჩევ ჯერ კანდიდატს. რო ვარჩევთ აუცილებლად მოგახსენებ და გეტყვით ვინ იქნება და რა იქნება. რა კრიტერიუმებით არჩევთ? წესიერება ხალხისათვის რო იყოს და გამკეთებელი რო იყოს. საქმის გამკეთებელიც რო იყოს ამავე დროს. ჩვენი სტუმრობის მომენტში დახურული იყო მემარცხენე ალიანსის ოფისი. პოლიტიკური ცენტრი, გირჩის საარჩევნო შტაბი ღია დაგვხდა, თუმცა კანდიდატის ვინაობის შესახებ აქ ინფორმაციას ჯერ არ ფლობენ. მართველი პარტიის ოფისი დაკეტილი დაგვხდა. მოგვიანებით განგვიმარტეს, რომ შესვენება იყო და პარტიის პირველი პირები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. პარტიის თავმჯდომარესთან დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებას 2 დღეა ვცდილობთ, მაგრამ დაპირების მიუხედავად მან პარტიის სამომავლო გეგმებზე კომენტარი არ გააკეთა. დაუზუსტებელი ინფორმაციით ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატად კვლავ გედევან ფოფხაძე განიხილება. დეპუტატს დღეს მთელი დღის განმავლობაში ტელეფონი გამორთული აქვს. ბორჯომში ცივი მინერალური წყალი ქალაქში ხან მოდის ხან არა. წყლის დალევას ის მოახერხებს, ვისაც უბრალოდ გაუმართლებს. სადიკარგება წყალი, რომელიც წლების განმავლობაში ბორჯომში დიდი დებეტით მოდიოდა. ვიზარალდება საკურორტო ქალაქში არსებული ამ მდგომარეობით. რას ამბობენ ადგილობრივები, ჩამოსული დამსვენებლების, სასტუმროების წარმომადგენლები და ხელისუფლება. ნახეთ სიუჟეტში. მინერალური წყლის ასავსებად ამ ჭურჭელს ბორჯომის ცენტრალურ პარკში უკვე აღარავინ ყიდულობს. პარკთან ახლოს 9 აპრილის ქუჩაზე ბიუვეტში წყალი ბოლო რამდენიმე თვეა ფაქტობრივად აღარ მოდის. ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში წყლის შეწყვეტის ეს პირველი შემთხვევაა. კვირაში 2 დღე მინიმალური არ მოდის წყალი. და დამსვენებელი ჩამოდის წყლის გამო. ასე თუ გაგრძელდაო ბორჯომში რა გვინდაო.
და მიწიდან ამოდის წყალი და რატომ უნდა წყდებოდეს გამაგებინეთ. ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი ლეიბორისტული პარტიიდან აცხადებს, რომ წყალი ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს მიყიდა. მათ სერვისში დამსვენებლებისთვის მინერალური წყლის პროცედურებით შედის. გიორგი გიუაშვილი 2015 წლის 19 ივნისის საკრებულოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს. ის რაც წინა ხელისუფლებების და ხაზარაძეს გადაურჩა მინერალურ წყალს გულისხმობ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში გასხვისდა ის ქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და ქალაქის საკუთრებაში არსებული 20 კუბური მეტრიდან მინერალური წყლიდან დაახლოებით 9 გასხვისებულია 2015 წლის შარშან ზაფხულში საკრებულოს ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა ამ წყლის გასხვისება ეგრეთ წოდებულ სასტუმროებისთვის. თუმცა აქ იყო საუბარი არა სასტუმროებზე, არამედ ერთ კონკრეტულ სასტუმროზე, რის შედეგადაც მთელი ქალაქი და მოსახლეობა ფაქტიურად დარჩა წყლის გარეშე. წყლით სარგებლობაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ საკითხი საკრებულოს ხდომაზე 19 ხმით დადებითად გადაწყდა. საუბარია დაახლოებით 20 კუბურ მეტრ რესურსზე, რომელიც წყალზე ლიცენზიის მქონე კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გამგეობას განკარგვის უფლებით უსასყიდლოდ გადასცა. სწორედ ამ რესურსის ნაწილი უნდა მოხმარებოდა ბორჯომში არსებულ სასტუმროებს. ჩვენ მანამდე მოგმართა რამოდენიმე სასტუმრო ბორჯომში, რომლებსაც უნდათ რა დევიზიცა გვაქვს, რომ უნდა აღორძინდეს ბორჯომი როგორც ბალნეოლოგიური კურორტი. ჩვენ გადავუგზავნეთ ჩვენი დადგენილება გამგეობას, რომ გამოეცხადებინა ტენდერი. მაგრამ იქ შეიქმნა რაღაც პრობლემები, რომელიც ამოსაფხრელია, რომ სატენდერო პირობები უნდა ჩაიდოს და გავიდეს. ამიტომაც ჯერ არანაირ წყლის გაყიდვაზე და რომ ვინმე წყალი გაყიდა და წყალი იმიტომ არ არის, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. საკითხის სხვადასხვა დაინტერესებული პირების მიერ სპეკულირების საგნად იქცა, აცხადებს ჩვენთან საუბარში ზაზა ჩაჩანიძე. წყლის შემცირების მიზეზად კი საკუთარ ვერსიას ასახელებს. თვითდინებით ამოდის ეს წყალი. ჩვენ არანაირ წვომა არ აქვს ამ ჭაბურღილთან, ამიტომაც უნდა მიმართოთ ვინც ემსახურებას არის IDS ბორჯომი. ჯერ არ მიგიმართავთ, დიდი ხანია ეს პრობლემა დგას. კი, მე გეტყვით, რომ დარწმუნებული მიმართული იქნება, ეს მიმართვა უნდა გააკეთოს გამგეობამ. გამგეობას უნდა გააკეთებინეთ და კი ბატონო, ხო არ ვიცი ნამდვილად, არა რაც ამ დროისთვის სასტუმროებს წყალი არა აქვთ. მე ვერ გეტყვით, მე პასუხს გაგცემთ იმაზე, რომ ჩვენ რადადგენილებას მივიღეთ, ის ტენდერზე არ გასულა და ხო, იღებენ თუ არ იღებენ სასტუმროებს, ეს ჩემი პრეროგატივა არ არის. ალბათ მიმართოთ უნდა ხალბატონოეკა ან გამგეობას, ან სასტუმროებს. საკრებულოს თავმჯდომარის რჩევა გავითვალისწინეთ და სასტუმროს დავუკავშირდით. ქრაუნ პლაზას ეზოში წყალი შეუფერხებლად მოდის და ადგილობრივებიც და დამსვენებლებიც მინერალურ წყალს ახლა აქავსებენ. ჩვენ წყალი 9 აპრილის ბიუეტიდან ადრე გავიყვანეთ ადგილობრივი ხელმძღვანელობისთან შეთანხმებით გავიყვანეთ. რომელ წელს? ეს 2012 წელს. დიახ. ანაზღაურების თემა იყო ღიად. ჩვენ ვინაიდან წყალს დღის მდგომარეობითაც არ მოვიხმართ სასტუმროში, ეს მილი გავაუქმეთ და ჩავჭერით. დღის მდგომარეობით 9 აპრილის პარკიდან ბიუეტიდან ჩვენ წყალი არ აქვს გადაყვანილი ჩვენთან. ემზარ ნოზაძე ამბობს, რომ სასტუმროს შენობაში წყლის შეყვანის სურვილი აქვთ, თუმცა გამგეობა ვერ ჩამოყალიბდა, როგორ შეიძლება ამ წყლის გასხვისება. გამგეობასთან, როდესაც ამ საკითხზე დავიწყეთ ჩვენ წყალი როგორ შეიძლება ავიღოთ, როგორ შეიძლება ვიყიდოთ, ზეპირსიტყვიერად იყო ნათქვამი, რომ 32 ლარი ეღირება კუბი, რიცხვებს დააყენებთ თქვენსაც, რასაც გახარჯავთ, იმას გადაიხდით. მაგრამ მათ პრობლემა აღმოჩნდა ის, რომ ინკლებმა გადაცა მუნიციპალიტეტს მესამე პირზე გასხვისების გარეშე, ანუ საერთო მოხმარებისთვის. დიახ. ვინაიდან არ არის დალაგებული ჯერ როგორ უნდა გასხვისდეს ეს წყალი, ამიტომ ჩვენ ვერ ვხედავთ და არ მოვიხმართ წყალს. გასხვისა თუ არა წყალი მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიუხედავად მცდელობისა ვერ გავარკვიეთ. გამგებელი ადგილზე არ იმყოფებოდა და არც ჩვენ სატელეფონოს არც უპასუხა. თემის დეტალების გარკვევას მომდევნო დღეებში შევეცდებით. რეალობა კი ქალაქში ასეთია. ერთადერთ საჯარო ბიუეტში წყალი არ მოდის. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბევრ სოფელს მიენიჭა, თუმცა მოსახლეობაში უკმაყოფილების განცდა მაინც გაჩნდა. მთაში ვერ გაიგეს, რა კრიტერიუმებით დარჩნენ ისინი ამ ნუსხის მიღმა.
აი ამაზე მაღალმთიანი სოფელი მე არ მინახავს. Როგორ შეიძლება დვირი კი არ ცუდად კი არ გამომივიდეს, მაგრამ ის ხო უფრო დაბალია ზღვის დონიდან ვიდრე ჩვენი სოფელი. ჩვენი ორი სოფელის დაიცლება, თუ კი აქ მოსახლეები აღარ იქნებიან, რაღა აზრი აქვს მე. გინდა მაღალმთიანში გაგვიყვანო, გინდა კოსმოსში წაგვიყვანო. ხალხი დაიღალა ამ მიმართვითა უკვე და აი როგორა იცი, აი პატარა ბავშვს რო ატყუებენ, ხვალე პაპა წავალ, კამფეთს მოგიტანო. ესე გვატყუებენ ჩვენა. საკირესა და ტაძრისში ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ ვითარება შეიცვლება, თუმცა პროტესტის ფორმებზე უკვე ფიქრობენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც სტატუსის საკითხზე მუშაობს. თუ რატომ არ არის საკირე და ტაძრისი მაღალმთიანი დასახლება, კომისიაში ვერ გვპასუხობენ. ამ სოფლებისთვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ისინი რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელახლა მიმართავენ. მანამდე გადაგზავნილ მონაცემებს შეიძლება ყოფილიყო არაზუსტი და ჩვენ ვეცადეთ რომ დაგვეზუსტებია ის მონაცემები. მე არ ვამბობ რომ მაინც და მაინც არაზუსტი იყო, შეიძლება გარკვეული უზუსტობა იყო და ჩვენ ვეცადეთ რომ დავაზუსტოთ ისევ სოფლის მეურნეობის განყოფილებასთან ერთად დავაზუსტოთ ეს მონაცემები და ისე მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია. პასუხი რაც შეეხება პასუხს ვარაუდობთ რომ თვის ბოლოსთვის გვექნება გარკვეული ინფორმაცია. ამ დროისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის 37 სოფლიდან მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში 24 მოხვდა. 13 კი სტატუსის მოლოდინშია. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მიღმა დარჩენილ სოფელ საკირეში მცხოვრებლებს კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა აქვთ. ადგილობრივები მეწყერის გააქტიურებას შიშით ხვდებიან. იმატებს დაზიანებული სახლების რაოდენობა. ივნისში მოსულმა სტიქიამ საკირეში არსებული ცენტრალური სამანქანო გზაც დააზიანა. არსებობს საფრთხე, რომ სოფლების საკირის, გვარისა და ტაძრისის ქალაქთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად მოწყდება. მოსახლეობა შველას ითხოვს. ანა თავაძე მეუღლესთან და მის ოჯახთან ერთად ამ სახლში ცხოვრობდა. შენობა მეწყერმა მთლიანად დააზიანა. ისინი აქვს დაყენებული რა ბოძები რომ ძალიან არ ჩამოინგრეს, იმიტომ რომ ძალიან ჩამოწეულია. სახლში ანას მამა მთლი დარჩა, თუმცა ადგილზე მისულებს ის არ დაგხვდა. როგორც გვითხრეს მალხაზ გურეშიძე დახმარების თხოვნით კვლავ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად წავიდა. ოჯახის რძალი ამბობს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში არაერთი დაპირების მიუხედავად პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. იქეთაც მივდივართ და აქეთაც მივდივართ. ესე შუაზე სკდება სახლი. ჩემთვის ეუბნებიან დღეს ხვალე და აღარ დაადგა საშველი ამ დღეს ხვალეთი და გურეშიძეების მსგავსად ეს პრობლემა აწუხებს მეზობლად მცხოვრებ ლიაძეების ოჯახსაც. ყოველი წვიმის მოსვლას შიშით ხვდებიან. ივნისში სტიქიამ მიწა და საყრდენი ღობე თითქმის ჩამოშალა. ოჯახი დახმარების მოლოდინშია. ვირდებიან, მაგრამ პატრონი არავინ არის, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ვის მიმართეთ? გამგეობაში ვიყავ ჩასული, აქაც იყვნენ მოსულები, გეოლოგებიც იყვნენ მოსულები. აგერ მეზობლის სახლია, საერთოდ ვეღარ იცხოვრება და ჩვენც აგერ ყოველ დღე ეს რო ჩამოიშალოს, მე რა თქმა უნდა სახლის დაიშლება. გეოლოგებმაც ეს დასწნადა და კი, როცა ცხოვრებლად საშიშია და ვეცდებით რომ ეს სახლი მაინც გადავარჩინოთ, ამას უკვე აღარაფერი აღარ ეშველება. საცხოვრებელ სახლებთან ერთად ივნისში მეწყერმა სოფელ საკირეში არსებული ცენტრალური სამანქანო გზა კიდევ უფრო დააზიანა. ეს გზა საკირის, გვარისა და ტაძრისის მოსახლეობას ქალაქთან აკავშირებს. მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად ამ გზას 4-ჯერ გადის. მანქანა იგრიხება სულ. სულ ყველაფერი დაიბზდა მანქანაზეცა, გატყდა. აქ უჭებს მანქანა. აბა ბარაშვება, აბა. ტკიცით გეცინი გაუდის რო გადმოდის. ცოტა პატარაზე იყო, წავიდა, ყოველდღე ემატება. ყოველდღე ხა ხოვატყო მანქანასა რო თანდათან წვება. მოდა რა შეიძლება ხვალაზე სულაც ვეღარ გავია. მოკლედ სოდაში ვაპირებ ჩვენ ტენდერზე გაშვებას ამ საპროექტოსი რომ შეიძლება მალე მოხდეს დაპროექტება და გაკეთება. რაც შეეხება იმ სახლს, სავარაუდოდ ალბათ დავეხმარებით შეძლების დაგვარად მოსახლეობას, რომ ფართით დროებით მაინც დავაკმაყოფილოთ. იქ არის კიდევ ერთი ოჯახი, გვერდე მაგის მოკიდებთან. ზედამხარეს, რომლის შველაც შეიძლება ჯერჯერობით. კი, ხო და აი კედელი ისე გაკეთდება, საყრდენი კედელი ისე, კი, ვიცი, ისე გავაკეთოთ ყველაფერს, რომ ის სახლი გადარჩება. მოსახლეობა აცხადებდა, რომ სავარაუდოდ შეიძლება იქით კვირამდე კიდეც ჩამოიშალოს ეს გზა. აი, რამე უსაფრთხოების ზომების მიღება შეიძლება. სამწუხაროდ თან მოძრაობს და ვერაფერს ვერ ვიზავთ, რომ მოვთხაროთ და გამოვას შეიძლება უარესი შედეგი მივიღოთ და ამიტომ სპეციალისტებმაც გითხრეს, რომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, სანამ პროექტი არ გაკეთდება.
დახმარებას ითხოვს ასევე გურამიშვილის ქუჩაზე მეწყერულ ზონაში მცხოვრები რამდენიმე ოჯახიც. მათ სახლებს დანგრევის საშიშროება ემუქრებათ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ზურაბ ქიტიაშვილი თემაზე კომენტარს არ აკეთებს. პირად საუბრებში ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორია მეწყერული ზონა არ არის და მოსახლეობას ამით პირადი პრობლემის მოგვარება სურს. მეწყერული ზონაა დედიკო და იქიდან მოწყდა იქ სანაგაო გვაქვს ვინახავთ ნაგაზ და რომ მოწყდა ეს მიწა აი მეზობლის იმას დაეცა მთელი ლოდები ძალიან მეშინია უფრო კომპიუტერთან ვაჯენ ბავშვებს რომ იქეთ არ გადაცვინდნენ უსახსრობის გამო ოჯახი მიწის შეკავებას ვეღარ ახერხებს. ეთერ მეხრიშვილი ამბობს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტს თხოვნით უკვე მიმართა. როგორ არის კედელი მოხსნილი აი მაცივარი მაინც არ მუშაობს არაფერს. აი შეხედე რა დღეში ვარ. აი ეს არის ცხოვრება, ეს არის ჩვენი თაობა, მოგეხმარებით ასე ვის აი დაინახე დედი. ეს არის სიცოცხლე, აი ესა. კედელი ნახე. კედელი და აქედან ჩამოსული ვიტრიაში. მიდიო მიმართე გამგეობას იქნება რაღაცაში ვიშველონო და პასუხი მოვიდა. შეზლების დაგვარად დაგეხმარებით. ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. პირად საუბარში აცხადებენ, რომ ეს ადგილი მეწყერულ ზონას არ წარმოადგენს და ახლო მომავალში მოსახლეობის დახმარებას არ აპირებენ. სოფელ ჭობისხევში გარდაცვლილი ნინო თეთვაძის ოჯახის ბრალდებებს ბორჯომის სამედიცინო ცენტრი ეხმაურება. ცენტრში ამბობენ, რომ პაციენტის სამედიცინო ისტორია რეგულირების სააგენტოშია გადაგზავნილი. ოჯახთან ერთად სამედიცინო ცენტრის ექსპერტიზის პასუხსელოდება. შეგახსენებთ, რომ 33 წლის ნინო თეთვაძის გარდაცვალების მიზეზად ოჯახის წევრები მიან გინეკოლოგის გულგრილობას ასახელებენ. ახალგაზრდა ქალი საკეისრო კვეთიდან 40 დღის შემდეგ გარდაიცვალა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მინდა დიდი მსახურება გამოთქვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და მიუსამძურო ნინო თეთვაძის ოჯახს. პაციენტი 19 მაისში შემოვიდა ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ჩივილებით, მუცლის ტკივილით და წყლის დაღვრა. სასწრაფო ჩვენებით, სამედიცინო ჩვენებით გაუკეთა საკეისრო კვეთა, რომელიც შემდგომაც 23 მაისს დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ველოგინეც და ახალშობილიც. შემდგომ პერიოდშიც მიმდინარეობდა მეთვალყურეობა სამედიცინო კუთხით. პაციენტი იყო რამოდენიმეჯერ ჩამოსული უბრალოდ ამბულატორიული მიმართვით. დღეისათვის მიმდინარეობს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, მიმდინარეობს პროცესი, რომლის დასკვნის დადების შემდეგაც შეგვეძლება გავიგოთ გარდაცვალების რეალური მიზეზი. რეგულირების სააგენტოში არსებული კომისია გადაწყვეტავს შემდგომ ბედს. ბორჯომში გარევაჭრობის აკრძალვის მიზნით ქმედითი ნაბიჯები რამდენიმე თვის წინ გადაიდგა. აკრძალვის მიუხედავად კვების პროდუქტების შეძენა გარემოვაჭრეებისგან ქალაქის ცენტრში დღემდე შესაძლებელია. აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც ტემპერატურის მატების გამო მოსახლეობას მალფუჭებადი პროდუქტის ქუჩაში შეძენისგან თავის შეკავებას ურჩევს. აღნიშნულ თემას კვირის ქრონიკაში დღეს ვუბრუნდებით და ვცლად გთავაზობთ, როგორია გარემოვაჭრეების პოზიცია, რას პასუხობს მათ მუნიციპალიტეტი და რას ფიქრობენ გარევაჭრობაზე ბორჯომის აგრარულ ბაზარში. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას გარევაჭრობის ადგილებში მალფუჭებადი პროდუქტების შეძენისგან თავის შეკავებას ურჩევს. განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ ქუჩაში ნაყიდი პროდუქცია მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ამ რისკის მიუხედავად ბორჯომში ადგილობრივების ნაწილი სურსათს კვლავ გარემოვაჭრეებისგან იწენს. სარგებლობ მეტი გზა არ აქვს საბარო საქალაქში ვარ, მაგრამ ისე რა თქმა უნდა, მაგრამ ხალხმაც რა ქნავს. გარემოვაჭრეები რომ არია გადაცალი აბსიდის ზურეში და იმაში ნაყიდი არ არის სასარგებლო. ძირითადად ჩატყიდილობთ ამ პროდუქტს? სუპერმარკეტი. ისე ძირითადად სუპერმარკეტები ნახეთ. ბაზარში თუ ჩატყიდთ? არა. რატომ? ძალიან შორია. ხილით სარგებლობ რა თქმა უნდა, გამომწვარი და პროდუქტოულით არა. აი რატომ? და ვიცი, აი მიმაჩნია რომ არ არის დაცული, არც გადაფარებული. მაგალითად ყველს ხორცადიძენ მაღაზიაში. გარემოვაჭრებისგან არა? არა. აი რატომ? რატო ამდენი მწერი და ამდენი ის არის ბაქტერიების ზედა.
სადაც ხოვრო ფიქრობ ყიდულობ ხოლმე. გარევაჭრობა ბორჯომში მიმდინარე წლის 20 აპრილიდან აიკრძალა. ეს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა მიიღო და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის სამმართველოსთან ერთად აღსრულებას შეუდგა. გარევაჭრობა 20-დან 50 ლარამდე ჯარიმას და დამატებით პროდუქტის კონფისკაციას ითვალისწინებს. თუმცა ტროტუარებზე სახელდახელოდ მოწყობილ ბაზარს ეს ხელს არ უშლის. დაჯარიმება არა. ანუ უნდა ილაპარაკოს რომ მობიერად იქცევიან ამბილად. რა ვქნათ საწავიდეთ რითი ვიარსებოთ. ბანკები გვაქვს, შესატანი, იმდენი კრედიტები. ხშირად მოდიოდნენ ჩამომართეს ყველაფერი, მე და იქითკენ ორ გოგოსა, გაიგე. წაიღეს ყველაფერი სასამართლოზე გადავხსეს. სასამართლო ყველაფერი დაგვიბრუნა, საწავიდეთ მე მოაბა საწავიდეთ. ხარხი წყლის ბაზარზე წავედი და არაფერი არ გაიყიდა, იქ არც ხალხი შემოდის, არაფერი. წვანილზე და იმაზე ვინ შემოახდა და ვინ დამიჭკნა ტყილა და გადავყარე ეს მწვანილი. შიგით ვიყავი, მაგრამ ხალხი რო გამოიშალა მეც გამოვედი. და დავჯამარი მიყულა. ყველა ისეთ მოდიან და თუ გაფრთხილებენ რომ შეხვიდეთ. როგორ არა გვაფრთხილებენ კი. მე როცა მაფრთხილებდნენ შევედი, მაგრამ ახლა აღარ მოსულან. ერთი კვირა აღარ მოსულან და რაღაც არავინ შევედი გაიშალა ხალხი. ბორჯომის აგრარული ბაზრის ვეტექიმი გარემოვაჭრეებისგან შეძენილ პროდუქტს ჯანმრთელობისთვის საშიშს უწოდებს და ირწმუნება, რომ აგრარულ ბაზარში განთავსებული სურსათი 100%-ით სანდო და უსაფრთხოა. საძირსნადები ბოდიში და ასვალზე პირდაპირ წვიმაგერ წვიმს დღესაც და რო გავიაროთ პირდაპირ ცელოფნებზე გაშლილ იმაზე აწვია ყველი გინდა წვანილი გინდა რაღაც ზედგადადის წვიმაწყალი და ჩვენთან დახურულ პირობებში წათხში იმ როცა გინდათ მაშინ ამოიღებენ თავისებურად გააღვნიშნებენ გარეცხავენ და მოგართმევენ ის არამხილა განსხვავება იქა წვიმით ირეცხება აქ შეუულებრივად წყლით გვაქვს გამოთვალები გვაქვს ყველაფერი სადაც ტარდება სანიტარული დღეები სუფთავდება ისა რა ქვია ბაზარი დეზინფექცია უტარდება გარდონატი არის სპეციალური სადეზინფექციო სნარითაც დეზინფექციას ვატარებთ ყველა დღეში ერთად გვაქვს სპეციალური ჟურნალები გრაფიკი სადაც ვატარებთ ყველაფერს ხორცის ყველის სადეზინფექციო საშუალებების ხილბოსტანი მისე ჩემოდის ყველაფერი ხდება მისი კონტროლი ვეტექიმი განმარტავს, რომ ბაზარში ყველა პროდუქტი ლაბორატორიულად მოწმდება და რეალიზაცია მხოლოდ მის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის შემთხვევაში ხდება. აქცენტი არის გადატანილი ძირითადი არის რძის პროდუქტები, ხორცის პროდუქტები. ისინი მოწმდებიან ტრიქინოლოზე ღორის ხორცი, საქონელი მოწმდება ვიზუალურად დათვალიერებით და მისი შეხორცების მიხედვით დასაშვები ხდება ბაზარზე რეალიზაციისათვის. იგივე ყველი მოწმდება. ძირითადად უკვე ბოინდა შემოდის ხორცი. ბოინში იკვლება ნებისმიერი საქონელი, სადაც იქ იკვლება, სუფთავდება, იბეჭდება ბოინის ვეტექიმი ახდენს დამოწმებას და ის შემდეგ შემოდის ჩვენთან რეალიზაციის. აქ უკვე ჩემს მიერ ხდება გაკონტროლება, ტრანსპორტირება როგორ გაიცა და ცხელი ხორცი ხო არ ჩაიდო, სუნი ხო არ აიღო და ყველანაირი კონტროლი და ტრიქინეულზე გადამოწმება ხდება ისევ და ისევ და შემდეგ ხდება ხორცის რეალიზაცია. ჩვენთან შეძენილი ხორცი 100%-ით საფრთხოა. იმიტომ რომ მიყვავს ცოცხალი ღორი საქონელი ბოინში, მოწმდება ბოინში, იკვლება და შემდეგ ტრანსპორტირებას ვაკეთებთ მაცივარი მანქანით და მოგვაქვს ბაზარში. უბრალოდ ეს ფორმალური მოდევს ბოინდან საქონელს, რომ დამოწმებულია ნამდვილად, შემოწმებულია და ვარგისიანია. ბაზარში ხდება გადამოწმება ჩვენი ადგილობრივი ვეტექიმის მეშვეობით. ბორჯომის აგრარულ ბაზარში გარემოვაჭრეებისათვის ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებელი ბაზრის ადმინისტრაცია შეუთანხმდა, თუმცა პროდუქტი კვლავ ქუჩაში იყიდება. იყო ვთქვათ, რამოდენიმე შემთხვევა 2 თუ 3 მე როგორც ვიცი რომ პოლიციამ მოახდინა იქ რაღაც პროდუქციის ჩამორთმევა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ კანონით პოლიციას აქვს ამის ვთქვათ იგივე ოქმის შედგენის და ჩამორთმევის უფლება ასე ვთქვათ იურიდიულად ეთახებ შემდეგ იყო რაღაც შეთანხმება რომ ვისაც მაღაზია ქონდა რაღაცა 30 სანტიმეტრი თარო შეეძლო რომ გაეკეთებინა და იქ გამოეფინა, მაგრამ ამან სამწუხაროდ ძალიან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ჩვენ რამოდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ და გეგმავთ რომ შესაბამისი სამსახური, ვთქვათ გამგებელი, პოლიციიდან წარმომადგენლები დავждეთ და კიდევ დავილაპარაკოთ ამ თემაზე უკვე შემდეგი ეტაპი და შემდეგი ნაბიჯები რა იქნება. საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია გარევაჭრობაზე პასუხი
პათვისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. არჩევნები ახლოვდება და ამიტომ ყველანაირი მოძრაობა ამ მიმართულებით არის შეუძლებელი. არ უნდათ ის რამოდენიმე ასეული გარემოვაჭრე გაანაწყენონ, დაკარგონ მათი ხმები, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, რომ მომხმარებელი არის სრულიად საქართველოს, ეს არის მილიონობით ადამიანი და მათი ხმა ბევრად მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე რამოდენიმე ათეული გარემოვაჭრე. 7 ივლისს ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი დღის პირველ ნახევარში სამუშაო საათებში დაკეტილი იყო. ცენტრი დღის 2 საათზე გაიღო. ამ ხნის განმავლობაში იქ მისულმა ტურისტებმა საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღეს. როგორც ისინი აცხადებენ, საინფორმაციო ცენტრის სრულყოფილი ფუნქციონირება მათთვის აუცილებელია. რატომ იკეტება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ბორჯომში აქტიურ საკურორტო სეზონზე? ნახეთ სიუჟეტში. ჩემი ირადული ცხოვრებისეული სიტუაციიდან მომდინარე ეს მომიწია მე ქალაქგარეთ დასვლა, რაც შეთანხმებული იყო ჩემს ხელმძღვანელობასთან და ჩემს შემოსვლათანაც, უბრალოდ ჩემს შემოსვლელს და ჩემი შემოსვლელი მუშაობს გამგეობაში და გამგეობაში იყო საქმე გასაკეთებელი, ამიტომ დღის პირველ ნახევრამდე ვერ მოვიდოდა ოფისში და ვერ გააგებდა. ტელეკომპანია ბორჯომს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დაკეტვასთან დაკავშირებით არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა. ოთარ ჩუხრუკიძე მიზეზებს განმარტავს. ჩვენ საინფორმაციო ცენტრში მიმდინარეობდა რემონტი და ამასთან დაკავშირებით ოფიციალურად თბილისის ტურიზმის საინფორმაციო ტურიზმის აგენტომაც და მუნიციპალიტეტმაც ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ოფიციალურად ჩვენი ცენტრი იყო დახურული. 2 საათზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიღო. ოთარ ჩუხრუკიძე ქეთევან ბეროზაშვილმა ჩაანაცვლა და ცენტრის სერვისების შესახებ გვესაუბრა. მისი განმარტებით იმ ფაქტით, რომ ცენტრი წელიწადში 365 დღე მუშაობს, არავინ დაინტერესებულა. რამდენიმე საათიანი დაკეტვა კი ყველამ შეამჩნია. გაზრდილია უფრო დრო. შემთხვევა რომ ტურისტი მოსულა და დაკეტილი დახვეტრია. შესვენების რო გვაქვს და რა თქმა უნდა შესაძლებელია. დიახ, შესვენება რამდენი საათია? 1 საათის განმავლობაში გრძელდება. ძირითადად მოდის ტურისტი, აი ჩამოსული ტურისტი რომ მოვედი ამ ქალაქში, რითი დავკავდე, რა გავაკეთო, რომ ვნახო. აი ეს არის მათი ძირითადი მოთხოვნა. შემდეგი მოთხოვნა მოდის უფრო საკვების ობიექტებისა და არის და განთავსების ობიექტებია, მაგრამ ძირითადად მაინც უნდა ორიენტაცია, რომ რითი შეივსონ აქ ჩამოსული დრო, როგორ გაატარონ დრო. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მნიშვნელობაზე კითხვა ჩამოსულ ტურისტებს და დამსვენებლებს დავუსვით. მათი განცხადებით, ადგილზე ცენტრის სრულყოფილი ფუნქციონირება აუცილებელია. უნდა ფუნქციონირებდეს, იმიტომ რომ აქ ქართველების გარდა სხვების მოდიან, უცხოელები მოდიან, უკრაინელები მოდიან და უნდა მიიღონ სრული ინფორმაცია ბორჯომის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირება, განსაკუთრებით იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ბორჯომში პირველად ჩამოდიან. უნდა ვიცოდეთ, სად წავიდეთ და რა ვნახოთ. თუ ბორჯომში ტურიზმის ცენტრი გაქვთ და მისვლისას ამ ინფორმაციას მოგვაწოდებენ, ძალიან კარგი იქნება. საინფორმაციო ცენტრს აუცილებლად მივაკითხავ. ნაგავსაყრელი ყოფილი სასტუმრო თბილისის ეზოში უსიამოვნო სუნი და ანტისანიტარია. ეს თავისუფლების აღმართზე მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურობაა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორია საპირფარეშოს ფუნქციასაც ითავსებს, რაც ზაფხულის პერიოდში მდგომარეობას უფრო მეტად ართულებს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ვერ გავარკვეთ სამართალი, ვის მივმართოთ? ყველა თითს იშვებს სადღაც ვიღაცისკენ და ბოლო ამას ხომ უნდა დაესვას წერტილი და მოეღოს ბოლო, არა? ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ, რომ ეს ნაგავი გასუფთავდეს და ეს ამოიქოლოს. არის ბილს სიტყვაობით შემკული კედლები. ან ეს ან შეიღებოს, ან რაღაცა გააკეთეთ, რომ ბავში მოდის, ბაბო, რა არის ეს? ხო, როგორ აუხსნა მე ბავშვს რა არის ის? ჩვენ შესაძლებელი საკუთარ ვასუფთავეთ, მაგრამ სასწავლო ფაქტობრივად თითქმის დაკეტილია. ჩვენი ბუნკერი ყველაფერი გასუფთავებული გვაქვს და ანუ ეს ადგილი თქვენს მიერ არ დასუფთავდება. ვერ დასუფთავდება, იმიტომ რომ ქუჩის მხარეა და თითქმის ქუჩის ტერიტორიაა. კი, ახლა ჩვენი პრეროგატივაც არის, მაგრამ პრაქტიკულად სასწავლო დაკეტილია. მე მინდოდა გამეკეთებია, მაგრამ ვერ შევძელი ჩემი ძალები. სენსორო სიტყვები მაინდა-მაინც არ შემინიშნავს, მაგრამ ნახავ და გავერკვევი. რო გაირკვევით იქნება რამე რეაგირება როგორ? მე თვითონ წავშლი, მე არ ვსიამოვნებს ეგეთი რაღაცა. მოსახლეობის პრობლემა ჩვენთვის არ ახალია და ფაქტობრივად ყოველ წელს მსგავსი პრობლემის წინაშე ვდგებით, იმიტომ რომ
სეზონის დადგომასთან დაკავშირებით უკვე ის ადგილი ივსება ისევ ჩვენი დასუფთავებული და კვლავ იგივე პრობლემა გვაქვს. სამწუხაროდ კერძო სასტუმროებს და კერძო მასე ჯერ ვერ გადავედით, მაგის ბიუჯეტი არ გაგვაჩნია. ისევ და ისევ მოსახლეობის თხოვნიდან გამომდინარე შეძლებს და გვარად ჩვენ კეთილმოწყობის სამსახურს ვთხოვთ, რომ ისევ დაასუფთავონ ის ტერიტორია და რაც შეეხება იქ კედლებზე წარწერებს და ასე შემდეგ, ეს მარტო ამ სასტუმროზე არ არის, ბევრ სხვა შენობებზეც არის ბორჯომში და შეძლებს და გვარად მაგასაც მივხედავთ. დახმარებას ითხოვს სოფელ ცემში მცხოვრები ჯუმბერ ტაბატაძეც. გასულ წელს მას სოციალური დახმარება გაუნახევრეს. როგორც ბორჯომის სოციალურ სამსახურში აცხადებენ, ამის მიზეზი პროგრამული ცვლილება გახდა. ჯუმბერ ტაბატაძის მსგავსად ეს ცვლილება არაერთ ბენეფიციარს შეეხო. მივიდა 65,000 მქონდა 59,000 შვილი არის ჩემთან წაწერილი. ხო და იმისი 30 ლარი მოხსნეს. აღარაფერს არ ვითხოვ, უკვე მე შევდე. ხმის მისაცემად არ წავალ, ვის მივცე ხმა. თუ ადრე მარტო ხელა არამომუშავე პენსიონერი იყო პროგრამის პრიორიტეტი, ახალი პროგრამით 2015 წლის ივლისის შემდგომ ამ პროგრამის პრიორიტეტი გახდა მრავალსულიანი წვრილშვილიანი ოჯახები. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბატონი ჯუმბერი არის ინვალიდობის სტატუსის მქონე. აქვს სიცოცხლისთვის საშიში დაავადება. აი ესენი მითითებული იყო დეკლარაციაში და სწორედ ამის გამო იყო, რომ მოუვიდა ქულა, რომელიც ისე ფულადი თანხის მიღებას ითვალისწინებდა. შემცირებული დახმარების ხელახლა დანიშვნის თხოვნით ჯუმბერ ტაბატაძემ ბორჯომის სოციალურ სამსახურთან ერთად თბილისში სხვადასხვა უწყებას და ეკაბესელიასაც მიმართა. ეკა მოწერა ჯანდაცვის სამინისტროს აქის სერიდიც. ჯანდაცვის სამინისტრო მიწერა ადამიანის დაცვის უფლებებს. მეც ვიყავი დაშე და გამოგზავნილი მაქვს იქ ჩვენ აგენტთან. მომივიდა წერილი. რომ კანონიერად აკაკა ასე მოხსნე ასე. წელიწადი რო გავა, ხო მე შეგიძლია იჩივრო და იმას ახსნა და ეს ახლა მე მოიგებ ამას. და გადაახდებინებენ მაგათ. ანუ ხელახლა მოხდება დათვლა ქულების. ხელახლა მოხდება ესა შემოწმება ჩემ. შესაძლებლობა იქნება დეკლარაციის შევსებიდან 1 წლიანი ვადის გასვლის შემდგომ, მაგრამ შედეგი იქნება იგივე. ჩვენი სააგენტო ფიქრობს, რომ აი ამ ხრივ პროგრამას აქ თვლიან, რომ ხარვეზია. მარტო ხელა არამომუშავე პენსიონერი ისე უნდა დარჩენილიყო პროგრამაში. მიდის გარკვეული მუშაობა მიმართულები და თუ რაღაცა ცვლილებები შევიდა, ალბათ ბენეფიციარებს ეცნობება დამატებით და მოხდება მათ ხელახალი გადამოწმება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ცენტრალურ პარკთან 9 აპრილის ქუჩაზე ტრანსპორტის შესვლა შეიზღუდა. გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე მძღოლებს შეეძლებათ. ჩვენი გადამღები ჯგუფი აკვირდებოდა, რამდენად ქმედითია ეს აკრძალვა. 9 აპრილის ქუჩაზე არსებული ამ ბარიერის იქით ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია. სპეციალურ საშვებს ბორჯომის მუნიციპალიტეტი გასცემს. შეცვლის უფლება მხოლოდ პარკის თანამშრომლებს, იქ მცხოვრებ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის იმ რამდენიმე თანამშრომელს აქვს, ვისაც პარკთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. სასწრაფო დახმარებას პოლიციასა და სახანძრო მანქანებს საშვები არ ეხებათ. ასეთივე უფლებით სარგებლობენ ტაქსის მძღოლები. მცხოვრებლებზე, რომელთაც ყავთ ავტომანქანები, მათ დამსვენებლებზე გაიცემა დროებითი საშვები, იქ სახლის თუ სასტუმროს მეპატრონე მოყვება თვითონ დამსვენებელს და საშვზე ეთითება ვადა, თქვათ რა პერიოდით არის მოქმედი ეს საშვი. საშვებზე ზუსტი რაოდენობის თქვა ეხლა გამიჭირდება, რადგან დღეში რამოდენიმეჯერ და ყოველდღიურად ხდება ამის განახლება. ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა თუ რამდენად ეფექტურად მოქმედებს ახალი წესი. 20 წუთის განმავლობაში 12 შემოშვებული მანქანიდან საშვი მხოლოდ ერთ მოგვიჩვენა. საშვი და რატო გამოგიშვა იქიდან? საშვი მოხდეს? გაქვს საშვი? მე აქ და გვაქვს. შეგიძლიათ რომ აჩვენოთ? აფეში მუშაობ. მძღოლების ასეთი ქმედება იწვევს ეჭვს, რომ 9 აპრილის ქუჩაზე შესაძლოა საშვის გარდა სხვა ტიპის დაშვებაც არსებობდეს. 2017 წლიდან სკოლის სახელმძღვანელოები შეიცვლება. ეს განცხადება განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა. ცვლილება პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოებს შეეხება.
სახელმძღვანელო ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მე ვერ წარმომიდგენია ახლა რომ სკოლაში იყოს ისეთი პედაგოგი, რომელიც ვერ შეძლებს წიგნი მართოს, ასე ვთქვა და წიგნზე მუშაობას ვერ შეძლებს. წიგნზე მუშაობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს პრაქტიკოსი პედაგოგის ნაზრები, შეხედულება და ასე შემდეგ და ეხლა ჩვენ მინისტრი გვეუბნება რომ ამ ეტაპზე უნაჩქარება და მერე გაგაცნობთ და თქვენი შეხედულებებიო გათვალისწინებული იქნებაო და თუ გამოვიდა ეს ვეღარ გავიგე უკვე თუ წიგნი გამოვიდა როგორ ეხლა მე წიგნს არ ვიცნობ იმაზე ვერაფერს ვერ გელაპარაკები ჩემს შვილმა წელს დაამთავრა პირველი კლასი და ვფიქრობ რომ არც თუ წარუმატებლად მაგრამ სულაც არ არის ეს სახელმწიფოს დამსახურება იმიტომ რომ ძალიან ზოგადია ბევრი რამ ფაქტიურად საშინაო დავალებები წიგნში არ არსებობს. შედეგი, რასაც ჩემმა შვილმა მიაღწია ამ ერთი წლის მანძილზე, არის პედაგოგის დამსახურება, რომელიც თავს ზედმეტად იტვირთავს ვფიქრობ, იმიტომ რომ სულ არ არის მასწავლებელი ვალდებული, რომ ყველა მოსწავლეს თავისი უნარების მიხედვით გაუკეთოს ინდივიდუალურად საშინაო დავალება. ცვლილებები უცხოენოვან სახელმძღვანელოებს არ შეეხება. სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების პროცესში მოსწავლეებისა და პედაგოგების მოთხოვნებიც იქნება გათვალისწინებული. ახლა კი ვნახოთ, როგორია ტარიფები ატრაქციონებზე ბორჯომის ცენტრალურ პარკში, სადაც ტურისტული სეზონი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. რომელი ატრაქციონები მუშაობს და როგორია ფასები, ნახეთ სიუჟეტში. ამ დროისთვის ბორჯომის ცენტრალურ პარკში 9 ატრაქციონია, თუმცა მათგან ერთ-ერთი მწყობრში არ არის. ცენტრალური პარკის დირექცია აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული სიმულატორი ბოინგის შეკეთება ჯერჯერობით არ იგეგმება. ძალიან რთული კონსტრუქციის ატრაქციონია და ამის გაკეთებისთვის საკმაოდ თანხაც და ისეთი ისიც არის საჭირო ხელოსნები და ვერ იქნა მოძიებული ჯერჯერობით, მაგრამ თუ იქნა აუცილებლად გაკეთდება და იქნება მწყობრში. დამატებული არა, ეს თანხებთან არის დაკავშირებული ატრაქციონები ძალიან ძვირი ღირს და კი გვინდა, მაგრამ თანხებთან არის ჯერჯერობით ვერ. კლასიკური მუსიკის მეხუთე საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი ჰარმონია ბორჯომში დასრულდა. ფესტივალში 6 ქვეყნის 150-მდე მუსიკოსი მონაწილეობდა. ფესტივალს ორგანიზება ქართული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის კავშირმა ჰარმონიამ გაუწია. წელს ღებულობდა ფესტივალში 150-მდე მონაწილე. აქ იყვნენ როგორც ინდივიდუალური შემსრულებლები, ასევე დუეტები, ტრიოები და წელს იყო განსაკუთრებული კიდე იმით, რომ მონაწილეობა მიიღო თბილისის აფხაზეთი 1 ხელოვნების სკოლის თეატრალურმა დასმა და წარმოადგინა სპექტაკლი წუთისობელი ასია. ეს უკვე ფესტივალის ცოტა განსხვავებული მხარე იყო. გუშინ ჩატარდა სოლო კონცერტი ილია ლომთათიძის, ეს არის გამოჩენილი ჩვენი პიანისტი, უკვე პატარა პიანისტი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის დონის პიანისტი გახლავთ. ასევე იყო წარმოდგენილი სასომხეთიდან ტრიო ტონიკა. აბსოლუტურად ყველა ბავშვი დაჯილდოვდა საჩუქრით და შესაბამისი ნომინირებული დიპლომით. კონცერტის დასრულების შემდეგ ფესტივალის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში ფლეშმობი მოაწყეს. საღამო ფეიერვერკით დასრულდა. ასეთი იყო მიმდინარე კვირის აქტუალური მოვლენები. შეგახსენებთ, რომ გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდზე. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.